მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ პეტროველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით. და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. აქ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზეც, პალიტრა ნიუსის გვერდს თუ მოძებნით, ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ YouTube-ზეც თუ მოძებნით პალიტრა ნიუსის არხს. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან მაგდა მამუკაშვილი, იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი, ასევე მიხეილ ზაქარიაშვილი, ისიც იურისტია და სამოქალაქო აქტივისტი, ადამიანები, რომლებიც თითქმის ყოველდღე დგანან აქციებზე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ თემაზე, თუ რა მეთოდებს მიმართავს ხელისუფლება იმისთვის, რომ შეავიწროს ადამიანები, ვინც პროტესტს გამოხატავენ. გუშინ იცით, რომ ღამით ერთ-ერთი აქციის აქტიური მონაწილე დავით ჩხეიძე გააჩერეს, თითქოს ნარკოტესტმა დადებითი პასუხი ამოაგდო, გადაიყვანეს განყოფილებაში, იქ უკვე უარყოფითი აჩვენა და ეხლა არის გაგზავნილი საბოლოო ჯამში საბოლოო პასუხზე და ეს ყველაფერი ფასდება როგორც ზეწოლა ადამიანებზე, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულები. რეალურად რა ხდება ამ მიმართულებით? მიშა, მოგესალმებით და შენგან დავიწყებ საუბარს. გუშინელ ამბავზეც რო გვითხრა, ჩვენს მაყურებელს სლათ რომ მოუყვეთ, რა ხდებოდა გუშინ და შემდეგ უკვე ზოგადად რო შევაფასოთ ეს მიდგომები ხელისუფლებას რაც აქვს. მოგესალმებით. გუშინ პრინციპში სიახლე ის იყო, რომ ის, რასაც ზოგადად აკეთებენ ხოლმე, აი ერთ დღეში ჩაატიეს უცებ მობილიზებულები იყვნენ ეს პატრულის თანამშრომლები და ბევრი მიმართულებით გააქტიურდნენ და ეს შეუძლებელია რომ ყოფილიყო შემთხვევითი, იმიტომ რომ პატრულის თანამშრომლები არ არიან ადამიანები და არ არიან მოწადინებულები, რომ თავის საქმე ყელიცინეს და აკეთონ. არც ერთი პატრულის თანამშრომელი თავისი ინიციატივით არ გადაწყვეტს, რომ რაღაცა ისეთი გააკეთოს, რაც მოეზარება, რა იქ ოქმების შედგენა და ეკეთება, არ არის მათი წერა, არ არის მაგის ზოგადად მათი ძლიერი მხარე. ის რაც ხდებოდა გუშინ არა მარტო დავით ჩხეიძეს მიმართულებით ზოგადად ქალაქში პროტესტთან ახლოს ტერიტორიულად ახლოს ბევრი ადამიანი გააჩერეს, ბევრს შეექმნეს პრობლემა და ეს იყო რა თქმა უნდა მაგალითად დათოსთან იყო ხმიადაშვილი დიმიტრი ქვია თუ სწორად მახსოვს, არის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე. ეგ ადამიანი ალბათ ჩემზე მეტჯერ არის ნამყოფი აქციებზე, ძალიან კარგად იცის სიტუაცია, ძალიან კარგად იცის ვინ არის დავით ჩხეიძე და ჩვეულებრივად რო აჩერებენ ადამიანს დიმიტრი ხმიადაშვილი არასდროს არ არის რა. ეგ ვინ არის? არის რომელიღაცა სამართლოს უფროსი მოადგილე, აქციებზე არის ყოველთვის, აი მართლა. ჩემზე მეტჯერ დარწმუნებული რომ არის აქციებზე ეგ პოლიციელი და ნუ არ მოხდებოდა ეგ რომ ბევრნიც იყვნენ დათოსთან მიმართებაში. რა მგონი არ ვიცი ახლა რის იმედი ქონდათ, რას მიაღწევდნენ ამით, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ცდილობენ შეგიქმნან დისკომფორტი გაწვალონ. ანუ ეგ ერთხელ ჩემ შემთხვევაში ცადეს ნარკოტესტი. ეს იყო როდესაც ჩემი დაჯარიმები რო დაიწყეს პარლამენტის წევრ მოტოს ვაყენო და პირველ დღეს იყო ეგ რომ ნარკოტესტს შემოწმება დამიპირეს. მე ვუთხოვ კი ბატონო არაფერ წავიდეთ თქო და ეცადნენ რომ აერიდებინათ თავი და ეგ შარი მომდეს ასე ვთქვათ რომ დამაჯარიმეს 50 ლართ იმათ ჩათვალეს რომ აი ასე დამჩაგრეს რა. აუ რაზე დაგაჯარიმეს? პარლამენტი აქციებზე რო დავდიოდი მოტოთი სადღაც მომიყინა ეს მოტო და არ შეიძლება იქ დაყენებაო. მოტოციკლის დაყენების გამო. მოტოციკლის დაყენების გამო დამაჯარიმეს და ჩემ შემთხვევაში ეგ თავშკუთ ამოწურეს ეგ რომ დათოს როგორც ჩასო ეგ შარიც კი ვერ მოსდეს. და აწვალეს მაგით არ მარტო დათვაწვალეს ხო ბევრი ადამიანი კიდე აწვალეს რომელსაც ინერვიულეს მივედით იქ ანუ ღამე გაკარგეს ხო ფაქტორად ხო ეხა ოჯახ ბავშვებთან ერთად გააჩერეს ეგ საერთოდ სხვა ამბავი არის ანუ არ ვიცი სხვათა შორის გუშინ იყო 8 მარტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო წლებში ქონდა ესეთი ტრადიცია რომ ყოს უაჩერებდა ხოლმე მანდილოს მომძღოლებს და 8 მარტს ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ კეთილი ორგანოს როლი ეთამაშა ხო სხვა ამბავი არის ყვავილებს რო ჩუქნეს არ აცდენილი არის 8 მარტს ამბავს, მაგრამ არა ამათი გაჩერებული არ აღჭირდება. ხო, ანუ ცდილობდნენ საზოგადოების თვალში დარჩენილიყვნენ კეთილ ადამიანებად და გუშინ მაგალითად საერთოდ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ბევრი ადამიანი გააჩერეს. იყო ერთი დათოს ამბავი ერთი არის, იყო პაატალევარდაშვილი დააკავეს, საერთოდ ეხლაც იზოლატორში არის. 3 თუ 4 ბიჭი დააკავეს სტენსილებით, მოკლედ, რაც უცნაური არის იმ მხრივ, რომ თავისთავად ეს სტენსილების ამბავი ეს კედელზე დახატვის გამო, ხო? იცი რა არის ეს მუხლი, რომელსაც დააჯარიმეს, საკუთარ არ ითვალისწინებს ზოგადად პატიმრობას. საერთოდ არ აქვს ამოხს პატიმრობა. შესაბამისად, იმ მუხლის გამო ადამიანი დააკავა, რომელიც არ ითვალისწინებს პატიმრობას, ანუ სულ რომ მათი ინიციატივა ყოფილიყო, რომ მოდი დავაჯარიმოთ ეს ხალხი, ჯერ ძალიან უცნაურია, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ანწუხელიძე ეს ხო არ არის რაღაც პოლიტიკური ამბავი, ხო ეს არის, ანუ ამ ჟესტით ისინი ამბობენ, რომ ანწუხელიძე არის ჩვენი მხარე, ანუ პროტესტში ვინც ვართ
ვინც რაღაცას ვაპროტესტებთ, გვეუბნება რომ ანწუხელიძე თქვენია, ამიტომ მისი სტენსილი არ შეიძლება იყოს ქუჩებში, იმიტომ რომ ანწუხელიძე ვინც არ იყოს, ინამდვილად ეს არის საერთო მთელი ეროვნული გმირია. ეხლა მადლობა უნდა გითხრას ხელისუფლებამ, რომ ანწუხელიძის სტენსილი გააკეთეთ და გაჯარიმებენ მაგის გამო. ნუ ეს ერთი ფაქტია რომ შემხარია და ჩვეულებრივ დღეებში წარწერას რო აკეთებს ვიღაცა კედელზე ან სტენსის რო აკეთებს რიგითი პატრულ ინსპექტორი არასდროს დამოუკიდებლად არ იყვის იმ გადაწყვეტილებას რომ მოდი ახლა ავდგები და დავაჯარებ ამ ადამიანს იმიტომ რომ ხელი წერა უწევთ ისე ის ოქმები ერთხელ მაინც რო ნახოთ რას წერენ იმაში მიხვდებით რომ მაინდა მაინც ისე არ არის წერა არ არის მათ საყვარელი საქმე. არ საყვარელი ერთია და ძლიერი მხარე არ არის მოკლედ წერა. და აი შევაჭამებ რომ გუში რაც ხდებოდა ეს ყველაფერი იყო. რაც დავალება რატო გახდა ხო ერთი დათოს ფიგურა რომელიც ეხა რა ვიცი რატო უნდა გადაწყვიტო ხო რომ ნარკოტიკზე შეიძლება შეამოწმო ადამიანი რომელიც რაღაცა ეჭვი შეიძლება შეიტანო ხო ეხა დათოს ვინც იცნობს ხო და იქ აქციებზე ხედავს ეხა ნარკოტიკთან დაკავშირებით რატო უნდა გაგიჩნდეს ხო ეჭვი. ეს ერთი თემა და მეორე რომ ერთი შემთხვევა არ იყო. ხო რაღაც თითქოს პაუზა ქონდათ აღებული და ეს რაღაცა თავიდან დაიწყეს ზეწოლა თუ რა შეიძლება შევასრულოთ. შეიძლება მართლა იმდენად გულუბრყვილობი არიან რომ გონიათ რომ აი ასეთი ზეწოლა გასაგებია რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ასეთი რაღაცები მოქმედებს მაგრამ ის ხალხი ვინც დარჩენილი არის დღეს ამ პროტესტში დარჩენილი გულისხმობ აი აქტიურად გამოხატვაში პროტესტ აქტიურად გამოხატვაში იმათზე ახლა გაგაჩერონ და ნარკოტესტი ჩაგიტარონ აი დათო ჩხეიძეს შეაშინოს ვინმე იმითი რომ ნარკოტესტ ჩაგიტარებდა იმედი გქონდეს რომ აღარ გამოვა მე რეაქციაზე ან ვინმე სხვა ვინც და აქციაზე დადის და ის რომ გაიგებს რომ აი მე ახლა ნარკოტესტს ატარებენ და აღარ გავალონ არ ვიცი რა წარმოდგენა აქვს და რამდენად აცდენლები არიან რეალობას თუ ეგ არის მაგათი მიზანი. კი ბატონო, მაგდა შენ სასამართლო კონდა, ხო დღეს და დაგაჯარიმეს. მე რამდენი ჯარიმა ის. ნუ საერთოდ უკვე ამერია, მე რამდენი ჯარიმა, მაგრამ ეს არის ფაქტიურად რეპრესიის ერთ-ერთი ფორმა. დღეს მაკო ქაფიანიძეს პროცესიც იყო, ისიც ჩემსავით ორი შვილის დედა, ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს, ისიც დააჯარიმეს 5,000 ლარით და რომ ჩემამდე იყო გამოცხადება და უკვე ვიცოდი რომ მეც ცხადია 5,000 ლარით დამაჯარიმებდა ბატონი ცეკვავა და პრობლემა აქ იცით რა არის რომ ვიღაცას შეიძლება გქონია რომ აი ეს 5,000 ლარიანი ჯარიმა რა მოხდა რომ აი რაც ვთავრე ციხეში არ წახვედი მაგრამ ჩემს დასაბუთებაში რომელიც სასამართლოზე წარუადგინა ზუსტად ეგ იყო რომ თუ ის არის სახელმწიფო ინტერესი რომ ბავშვებთან იყოს დედა ისიც სახელმწიფო ინტერესია რომ იმ დედას 5,000 ლარი არ წაართვა რომელსაც ბავშვებს მოახმარს და რა წარმოდგენა გაქვთ მეთქი ეხა უმუშავარ ქალზე რომ 5,000 ლარი ექნება რომ გადაიხადოს აი ასეთ 10 წუთიან გზაზე დგომის გამო თქო და ანუ გზის გადაკეტვის გამო ეს იყო 31 იანვრის მარშის შემდგომ 10 წუთით გავჩერდით გზაზე და ჩვენი ორივეს დასაბუთება ის იყო რომ ჩვენთვის უკვე სულ ერთია გზაზე ვიდგებით თუ ტროტუარზე ვიდგებით ერთი სანქცია გამოიყენება ჩვენს წინააღმდეგ და ეს პირდაპირ ვიტყვი არის იმიტომ ესე რომ ვთქვათ შეკერილი საქმე რომ მე შემდგომ უკვე მეორეც წარგიდგინონ ბრალი და სისხლის სამართლის საქმე ჩამოგიკიდონ თავზე და დავეთანხმები ნამდვილად ეხა რაც არ უნდა გააკეთონ ეხა სამი შვილის დედას ანაბდეიანს რომ ჩამოუკიდეს ეს საქმე თავზე ანა აღარ გადის აქციაზე ანა აღარ არის პროტესტში ჩართული ხო ხა ვინც არის უკვე დარჩენილი ბირთვი ძირითადი მათზე არაფერი არ მოქმედებს თქვენ ხედავთ ხომ ეხა ტროტუარზე ანუ არ გაშინებთ ესე რომ ვთქვათ რა აი ეგ კანონი და მაინც ესე ჯიუტად გავდივართ ხო, ანუ ეს ანა ახსენეთ თქვენ, ანუ ანას შემთხვევაში რა მოხდა უკვე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს? კი, ანუ როგორ არის იცით, ორჯერ როდესაც მოხდება სამართალდამღვევად ცნობა, ამ შემთხვევაში უკვე იკერება ეს საქმე და შსს უბრუნებს უკან სასამართლო. ამ შემთხვევაში შსს დუმს ჯერჯერობით შსს უნდა იმ საქმეს გამოიძიოს და შემდგომ უკვე პროკურატურაში გადაიგზავნოს, ჯერჯერობით ეს უწყებები დუმს და მოქმედებებს არ ახორციელებენ და მე ვფიქრობ რომ ასეთი ქმედებების მიზანიც არის რომ ადამიანები დააშინონ რამენერად პროტესტი გატეხონ მაგრამ მე სიმართლე გითხრა მე რა წარმოდგენა არა მაქვს აი ეს პროტესტი რამ შეიძლება გატეხოს იმიტომ კი არ ვამბობ რომ ეს პროტესტი არის საუცხო და რაღაც არის პროტესტი ჩამოშლის რეჟიმს და სხვა არაფერი წარმომიდგენია უკეთესი ამაზე მეტად უბრალოდ იმდენად ჯიუტი პროტესტია რომ არის манифести რა სანამ ოცნება აქ იქნება ჩვენ აქ ვივლით და აი ესეთი სიჯიუტე რომ გამოავლინა ქართველი ზარმაცია მარტო პოლიციელები არა ქართველი თავისი ბუნებით არის ზარმაცი და აი ესეთი სიჯიუტეს რომ გამოავლინოს რომ აი ყოველ დღე ვივლინეს სანამ აი ის ვინც არ მომწონს
სიცოცხლეს აქედან არ წავა, არ მგონია რომ კიდე რამემ გატეხოს ეს პროცესი. ხო, ნუ ერთი მხრივ აქვთ ეს დამოკიდებულება, ხო, რაც ჩვენ ამბობთ დაჯარიმება კანონების განკაცება, მეორე მხრივ აქვთ ეს, რომ აი ეს რაღაცა რამდენიმე ადამიანი დადის ყოველდღე რასა პროტესტებს, რით ვერ მიხვდნენ რომ არაფერი გამოვა და ასე შემდეგ. ამაზეც მინდა რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ თქვენ პირიქით, ხო, ვინც პროტესტში ხართ, ხალხს მოუწოდებთ რომ შაბათს უთადის უფრო მეტი ადამიანი და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვიდეს. ისინი ამბობენ რომ ნუ რა აზრი აქვს თქვენ სიქსიარულს, რას აკეთებთ, ხო, ხამეც რომ დავდებ ხოლმე ვიდეოებს აქციიდან და ფოტოებს, ქვევით მიწერენ ხოლმე რომ რას დაბოდიალობს ეს ხალხი, რეგიონში ომია, რით ვერ დაწყნარდით, რა გინდათ, აცალეთ რაღაცა მშვიდობა გაქვთ ქვეყანაში და ეს კარგია. შეირგეთ მშვიდობა და რა ვერ შეირგეთ, მოდი ეს ვავხსნათ. აი, ერთ კომენტარს გავაკეთებ მაგდას სასამართლოსთან დაკავშირებით. იანვარში მეზიოც ეკვა პატიმრობაში გამეშვა ტროტუარზე დგომის გამო და სავარაუდოდ მაგდას ეთყოდა რომ გზაზე რატო ვიდექი ტროტუარზე რატო ვარ დადექი და კი, გითხრეს. მე იმავე მოსამართლემ ტროტუარზე რატო 31-ში არავინ გამოშვია ტროტუარზე, რა მნიშვნელობა აქვს 31 იანვარს გათხოვე როდის გქონდათ? მე მქონდა 23 იანვარს. აი 23 იანვარს რომ უშვებენ ტროტუარზე დგომის გამო და 31 იანვარს არა, იმიტომ რომ ვიღაცები გზაზე გადავიდნენ. აი რა ლოგიკა ამაში მე. ეს არ მინდა რომ ჩაიკარგოს, ხო, რომ ხალხსაც ჩვენს რადიოსელებს და მაყურებელს ვინც იურისტი არ არის და ვერ ვკრება რომ თავიდან აჯარიმებდნენ ადამიანებს, რომ მანქანის სავალ ნაწილს ნუკეტავთო და ამის გამო რომ აჯარიმებდნენ, მოსამართლე ეუბნებოდა რატო გადახვედი გზაზე, აგერ ტროტუარზე ხო იყო ადგილი და ტროტუარზე დამდგარიყავი და ამის გამო დააჯარიმეს. დაიჭირეს, ხო. მიშადა. ეხა უკვე მიიღეს კანონი რომ ტროტუარზე დგომაც არ შეიძლება და ეხა გეუბნებია, ეხა რას გეუბნებია სადღაც წახვიდე. ეხა მაგალითად ფასადზეო ხო თქვენ? სახიფათო კითხვა იყო დავით მაკარაძემ მოსამართლემ პირდაპირ კითხა მხარეს რომ კი მაგრამ რა უცილებელია რომ პროტესტი გამოხო ტროტუარზეო. რა უცილებელია? ანუ მოსამართლე გეკითხება რა უცილებელია რა საოცარი კურსელები იყო. პროტესტი რომ გინდა თუ რა ტროტუარზე გამოხატო რა უკვე მაგამდე მივედით. ნუ მოსამართლე რა შეეხება ამ პროტესტის მას რა ქვია რატო დავდიხართ ყოველ დღე? ხო ამ ხალხს რო უთხრათ რა არის თქვენი ასე ვთქვათ мотиваცია იმათ ვინც აქეთ მხარეს არის და мотиваცია დაკარგა და ისინი ვინც იქეთ მხარეს არიან ხელისუფლების და ვერ ხვდებიან რატო დადიხართ წინ და უკან. ისინი კარგად ხვდებიან. პირველ რიგში ვიტყვი რომ ჩვენი სალაპარაკო უნდა იყოს და უნდა მივხვდეთ იმ ხალხს რომლებიც ისედაც ჩვენ მხარეს არიან უბრალოდ აღარ დადიან იმიტომ რომ მგონია რომ აი ძალიან მინიმალურ დონეზე ვიღებთ ჩვენ რესურსს. ანუ სანამ ჩვენ ვიდგებით იმ ხალხს რომლებიც ქართლის რომს ხარდამჭერები არიან უნდა გვიცოდეთ რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი ისედაც უბრალოდ რაღაც სხვადასხვა მიზეზებით ეს ხალხი უარს ამბობს ამ პროტესტში აქტიურად ჩართვაზე და მგონია რომ თავარი ამოცანა უნდა იყოს მათი დარწმუნება რომ დაუბრუნდნენ პროტესტს. რა შეეხება იმას რატო დავდივართ? ხო ჩემ პირადად მე დავდივარ იმიტომ რომ სხვა უბრალოდ ვერ წარმომიდგენი აი ვერ ხვდები რომ არ ვიარო აქციაზე რა უნდა ვაკეთო. სულ რომ პრაგმატული გათვლა არ კონდეს და რაღაცა იმედი არ მქონდეს რომ ეს რაღაცას მიაღწევს მაქვს მაგრამ სულ არ კონდეს აი ვერ წარმომიდგენია რომ დავждე სახში და ვეცადო რაღაც ილუზია შევიქმნა იმისა რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრება არის შესაძლებელი ხო? ნუ ვერ ცხოვრობ იმაში რაღაც მოდელი აი ხო ქართული ოცნების მხარდაჭერა კითხულობენ რომ რატო ვერ წარმოგიდგენთ აგერ მშვიდობა გვაქვს და შეერთი რას ნიშნავს მშვიდობა შენ ქვეყანაში დგას უცხო ქვეყნის ჯარი რომელიც როცა მოუნდება შენ მოქალაქეს გაიტაცებს და თუნდაც მოკლავს ხო ეგეთი ისიც ქონია კარგია რომ რამდენიმე წელია ეგ ფაქტი აღარ ქონია მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში უცხოელი ჯარისკაცი შენ ტერიტორიაზე შენ მოქალაქეს კლავს ანუ თავი დავუნებოთ იმას რომ ქართველი სამართალდამცავები რას უშვებიან საკუთარ მოქალაქეებს და როგორ უსწორდებიან ძალის გამოყენებით ეგ თუ მშვიდობა არ ვით მე ეგეთი მშვიდობა არ მესმის ახლა ქუსლში რომ გათიშულ ადამიანს რომ სამართალდამცავი ქუსლს ურტყავს აუცილებელია რომ რუსი იყოს ის რომ ომი დავარქვათ ეს მშვიდობა არის ქართულიდან ქართულს ეს რანაირად დამშვიდობა ხო სასაცილო მგონია ეგ ამბავი რომ ქართულ ოცნებას მშვიდობა უნდა უბრალოდ ქართულ ოცნებას აწყობს მშვიდობაზე ლაპარაკი თორე არ გონია რომ ვინმეზე მეტად უნდადეს როგორ შეიძლება მე ვიღაცა მითხრას რომ მე ვიბრძვი იმისთვის რომ დემოკრატია დამყარდეს ქვეყანაში იყო დაცული ვიყოთ ნატოს ჯარებით ანუ ნატოს ჯარი ნიშნავს რომ დაცული ხარ იმას კი არ ნიშნავს რომ მიდიხარ და ვიღაცას იპყრობ ნიშნავს იმას რომ დაცული ხარ და მე რომ მაგისთვის ვიბრძი რომ დაცული ვიყო და ოცნება რომ იმისთვის ვიბრძვის რომ ეს დაცვა არ გქონდეს არანაირად როგორ მეუბნები მე რომ მე ომი მინდა და იმას არა
უბრალოდ ლაპარაკი უნდა ოცნებას აწყობს მაგ თემაზე ლაპარაკი გასაგებია რატომაც ტრავმები გვაქვს არ არის დიდი დრო გასული 2008 ომის შემდეგ და მარტივი ადამიანების წამოკიდება იმაზე რომ ცუდია ომი რა თქმა უნდა ცუდია ომი და რაც შეეხება იმას თუ პრაგმატულად რა იმას ხედავ რატო არის საჭირო ამ რუსთაველის მეც ახლა მაგდას დავეთანხმები რომ ნამდვილად არ მიმაჩნია რომ აი რუსთაველზე ყოველდღიურად სერიალურად თავისთავად მარტო ეს პროტესტი რაღაცა დიდ შედეგამდე მიგვიყვანს უბრალოდ ეს არის აშკარა და ნამდვილი გამოხატულება იმისა რომ ამ ქვეყანაში პროტესტი არსებობს ჯერ კიდევ არსებობს კრიზისი თავისთავად ხო წარმოიდგინეთ ერთი წელია არაფერი არ გაუკეთებია ხელისუფლებას იმის გარდა რომ იღებს კანონის პროტესტ ჩასახშობად არის მე თვალს ვადენებ ხოლმე ზოგადად კანონ პროექტებს და მაგალითად ოქტომბერი იყო თუ სექტემბერი არ მახსოვს შეიტანეს კანონ პროექტი არაფერი კავშირი არ ქონდა იმასთან პროტესტთან საგზაო მოძრაობის ეს კანონში რაღაცები და იქ мотиваცია იყო რომ ბევრი ადამიანი იხოცება საგზაო შემთხვევების გამო და ეს კანონ პროექტი ამ საკითხს მოაგვარებსო ანუ მსხვერპლი გვექნება ნაკლებიო და მარტი არის ახლა ის კანონ პროექტი ჯერ კიდევ თაროზეა შემოდებული იმდენად უნიშნელო ამბავი არის რა გარდა ამისა კიდე სექტემბერში შეიტანეს რაღაც ერთი წინადადებიანი კანონ პროექტი და ერთ-ერთმა პარლამენტარმა განცხადება შეიტანა 6 თვით გახანგრძლივება მოითხოვა იმიტომ რომ არ გცალიო ახლა რაღაც ერთი წინადადება აქვს მისაღები ანუ მარტო პარლამენტში განიხილავენ მარტო იმ კანონებს პლუს მიიღეს კანონები აღიარების შესახებ ხო რომელსაც ჩვენ ყოველდღე არ ღვევ ამაზეც რო გითხრა ეს კომიკური სიტუაცია ზოგადად აი რო აღვიქვათ ზოგადად სოფლიოში რატო იღებენ ხელისუფლებები კანონებს ანუ კანონი ჭირდება ისეთი საკითხის დარეგულირებას და მოწესრიგებას რომელიც თავისთავად არ არის მოწესრიგებული და დარეგულირებული ხო თუ რაღაცა თავისთავად პატრონობს ასე ვთქვათ მას რატომ ივიღებ მე კანონს თუ მოგვარებული ეს საკითხი ამით ოცნება ერთი რომ აღიარა რომ ლეგიტიმაციის პრობლემა ანუ კანონი მიიღება ყოველთვის რაღაც პრობლემის მოსაგვარებლად არ არსებობს კარგი რაღაც ეს არის და მოდი ახლა კანონი დავარეგულოთ პრობლემა არის რომ ვიღაცები აქ არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მე არ მაღიარებენ კი არა თუ ვიღაც 50 აკაცუკია ეს ვერ იქნება პრობლემა 50 ადამიანი ნებისმიერ ქვეყანაში დანიაშიც დარწმუნებული ვარ 50 აკაცუკი მოიძებნება რომელიც იტყვის რომ არა ვიღა არიან ანუ ეგ ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში პრობლემა ეს ჩვენი დავრობა მართლა ხო არ გავიგია იქ მეტი მოიძებნება რომელსაც შეიძლება პრემიერ-მინისტრი არ გაუგია ხო არ აღიარებს რაც შეეხება ამ კანონს უცნაური კანონი არის სხვათა შორის იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანები ახლა ეს კანონი ხო ისეთი კანონია რომ არის კანონები რომლებიც რაღაც ვიწრო წრეს ეხება ეს არის კანონი რომელიც ეხება იდეაში ეხება ნებისმიერ მოქალაქეს ხო მაგრამ ადამიანურ ეს კანონი ჩვეულებრივ მოქალაქემ ეს კანონი წაიკითხოს ვერაფერს ვერ გაუგებს ვერ გაიგებს იმას როგორ უნდა დაიცვა ეს კანონი რა უნდა გააკეთო რომ დაიცვა ეს კანონი მაგრამ უარეს ისო რომ მოგინდეს კანონის დარღვევა არ იცი რა უნდა გააკეთო რომ ეს კანონი დაარღვიო რა მართლა ტექსტს წაი მე მაქვს ეს ტექსტი თუ გინდათ წაგიკითხავთ ხაჩიძეს რო საოცრად ლეგიტიმურები ხართ გარედაც ანუ სერიოზულად ეს კანონი აშკარად სალომე ზურაბიშვილზე არის მორგებული იმიტომ რომ აი მართლა ეხლა სალომე ზურაბიშვილზე არის ის მუხლი მორგებული სადაც წერია რომ ვიღაცამ თავი პრეზიდენტად არ გამოაცხადოსო მაგრამ ხო არიან კაცო ადამიანები ვიღაცას რაღაც არ ვიცი გადახრა აქ და ზოგი ნაპოლეონი გონია თავის ზოგს არ ვიცი და ვიღაცა შეიძლება თქვას რომ მე ვარო პრეზიდენტი და მე მე ვამბობ ხოლმე რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიბრალებდი რომ არ მეთქი ზვიად ცეკვავა გუშინ და დღეს ვარ თორნიკე კოჩკენი რაც არის ეს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან კანონის ზახი რომ მოსამართლე ხარ ხო არ შეიძლება რომ თქვა ადამიანმა რომ მოსამართლე ვარ იმიტომ რომ ეს დარღვევაა უკვე რა და ნუ ეს პიროვნებასაც არ თუნდაც მარტო მოსამართლეობაც კი ჯერ არ მოგადგენ მე კანონის დარღვევები კანონი ზოგადად ძალიან სასაცილოა ანუ ყველა ამ თან წერია მრავალჯერადად ხო ეგ საინტერესოა სისტემატურად ანუ ერთხელ კი არ უნდა თქვა რომ მე ვარ პრეზიდენტიო არამედ სულ უნდა ამბობდე რომ პრეზიდენტი ვარ და შესაბამისად ეხლა მიშა აგერ ყოველდღე ამბობს რომ მე ვარ მოსამართლეო კონკრეტული მოსამართლე ვარ ჯერ არ მოგადგენ ხო არა ჯერჯერობით არ გაუგეცა არც ძალიან მოსამართლე ჩემთვის აგერ ცეკვავა მაგდათ დაჯარიმებით იყო დაინტერესებული და ჩემთვის ჯერჯერობით ვერ მოიცალა. კი ბატონო, მაგდო შენ აქციაზე მეც მინდა რომ თქვა რა აზრია ამ აქციებს ხო? მე არ მჯერა. მე ვფიქრობ რომ ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს ეს შეკითხვა. ხო, აი იცი მე არ მჯერა, მე რა გულწრფელად გეტყვით, ეს აქციები რომ არ ყოფილიყო,
რომ ბრიტანეთი იმედს და პოზიტივის დაასანქცირებდა. თუ ვინმე ჯერა რომ ჩვენ სახში ჩავს ხდებოდით და ყველა ამ კონფორმისში ჩავიზილებოდით რომ ვინმე რამეს გააკეთებდა ჩვენს გამო, ძალიან ცდება. ეს აქციები ყოველდღიური არის ხმა არა მარტო შიდა დელეგიტიმაციისთვის, არამედ გარეთაც, რომ ჩვენ ვიბრძვით ხალხო, მარტო ესე კი არ გაუჩერებულ, კი არ შევგუებულ ვართ რუსულ იმპერიას. ამდენად აი ეს სანქციები რაც ხდება და იგივე კონცეფტს რომ შეუჩერეს დიპლომატიური პასპორტების მოქმედება და კობახიძეს რო გონია რომ შეიტანს განაცხადს და ისე მარტივად ივლის, ეგრე ნამდვილად ვერ იქნება და არის ამ აქციის დამსახურება. ეს აქცია უბრალოდ მუდმივად ყოველდღიურად არ აღიარებს რეჟიმს და იმიტომ აწუხებს რეალურად ოცნებას ეს პროტესტი. ერთს ვიტყოდი, მე ხშირად ბევრი ადამიანი ესე რომ თქვა იყრის ხოლმე სოციალში თავს, რომელიც ამბობს რომ მე არ მჯერა უბრალოდ იმის აი ამ პროტესტის რაც ხდება თორე განა გავქოცდი და განა ოპოზიცია აღარ ვარ და განა კმაყოფილი ვარ ოცნებით. აი როცა მაგალითად დაორგანიზდებაო გაფიცვაო, როცა რაღაცა დაორგანიზდება რეალური ხელშესაღები, მე გამოვალ და მუხტიც როცა იფეთქებსო, აუცილებლად გამოვალ და ყველა რაღაცა განცდა მაქვს, რომ ეს ერთმანეთს უყურებს თვალში, აბა მუხტი როცა იფეთქებს გავიდეთ, მაგრამ ეს მუხტი რანაირად იფეთქებს, თუ ყველა ერთმანეთს დაელოდა, ხო? ერთ სიტყვით მუხტი შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლებამ, ხო? აი მაგის იმედი აქვს, ძირითადად მასაც ხელისუფლება ისე გაგვაბრაზებს, რომ ავდგებით და ერთ დღესაც გავალთ, მაგრამ შეიძლება ეგეთი მომენტი აღარც დადგეს, იმიტომ რომ საკმარისად გაგვაბრაზა ბევრ რაღაცაზე და არ იყო რეაქცია. მე მჯერა რომ იზავენ ისეთ სიშლეგესაც რომ მაგას გამოიწვევენ, თუმცა ნახეთ რას ვამბობ მილიონიან ქალაქში, სადაც არის 800,000 ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, შაბათობით მაინც უნდა იკრიბებოდეს 10,000 ადამიანი და ამას რატო ვიძახი მე? 10,000 ადამიანი ყოველ შაბათს რომ ჩაივლის იმ მარშზე, იმას უფრო მეტი შედეგი ექნება, ვიდრე აი რამდენიც ვიკრიბებით ხო? 10,000 ნამდვილად არ ვიკრიბებით და ცოტა სირცხული, აი როგორ შეიძლება შენი ქვეყნისთვის დაგეზაროს 2 საათით, არც უნდა 2 საათი, 1 საათით მარშით ჩავლა. თან ნახეთ სინდისთანაც უნდა იყო მართალი რა, რომ შენ რომ მიატოვე პროტესტი, ამ დროს ადამიანები წელში გადაწყდნენ მართლა და თუ ყველა გამოვიდოდა, თუ ყველა დადგებოდა, ბევრად უფრო ხანმოკლე იქნება ეს პროცესი ჩვენთვის და კი დელეგიტიმაცია სჭირდება მუდმივი ზრუნვა და ისიც იმიტომ არის საჭირო და არაღიარებაზე ვიტყვი იმან თქვა პაპუაშვილმა რატო იღებთ ამ კანონსო და ჩვენო გვეძახიან რუსულ საოკუპაციო რეჟიმსო იძახიანო რომ არ არსებობს ინსტიტუტებიო ჩამოშლილიაო და ასეთ დროსო ხო ყველაფერი გამართლებულიაო შეგიძლია დაამხო ხელისუფლებაო და ჩვენო არ გვინდაო რომ ასე გვეძახდნენ რომ საოკუპაციო რეჟიმი ვართო რომ ხალხში არ მოხდეს ამ მუხტის გაღვივიძებაო ესე ხო და ეს შეიძლება გამიხილოთ რა ხა და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა პირდაპირ ხო ხა ეს ხო შეფასება ხა ვიღაცავს ჩვენ საოკუპაციო რეჟიმს დაგიძახებს ვიღაცა ასე ეძახდნენ მაგალითად სააკაშვილის ხელისუფლებასაც უზურპატორს და ასე შემდეგ ხო გვახსოვს და ეგ ხო ხა პოლიტიკურ თავისუფლებაზე თავდასხმაა პირდაპირ არ ვიცი მიშა შე როგორც იურისტი ვარ მითხრა ამ თემას ხო არ გონია რომ მაგას ახლა იურისტობა ჭირდებოდეს მაგ შეფასებას რომ რა თქმა უნდა არის სიტყვის გამოსახატოს არ ვიცი რა ისინი რაც გვეძახიან თვითონ აბა საკუთარ განცხადებებს ხო რა ყველას აგენტებს ეძახიან და რა გვეძახიან ხო დახელფასებულები ვართ თურმე უცხოეთის აგენტები ვართ ეს მაგარი სიტყვა მოიგონეს დახელფასები ნეტა ვის დაებადა თავში ალბათ კობახიძის ნოუ-ჰაუ იქნება პრინციპში ხო პირდაპირ გეუბნებიან რომ რაღაც არ თქვა ანუ აქამდე თუ გეუბნებოდნენ რომ არ გადაკეტო ის არ გადაკეტო იქ არ დადგე აქ წადი აქ მოდი ეხლა გეუბნებიან რომ აი პირი არ გააღო და რაღაცა არ დამიძახო და ნუ რა სუნთქვაზეც მივლენ არ ვიცი ალბათ მივლენ რა არა ნუ ეს კითხვა ხო გაჩნდა იმიტომ რომ ისე მიდიან ხო რა იქნება შემდეგი ხა სუნთქვაზე იქნება თუ არა არ ვიცი მაგრამ შემდეგი რა იქნება იმიტომ რომ ხო სანამ არა ჩაახშობენ ამ ყველაფერს ალბათ მოუწევთ კიდე და კიდე მეტი რეპრესიული კანონების მიღება ხო ამ გზით მიდიან ვერ დაუწუნებთ ნამდვილად ანუ რამდენჯერაც ვცადეთ რომ გვევარაუდა რა იქნებოდა ზღვარი მათი ვერც ერთხელ ეს ზღვარი ვერ გავარტყით ასე ვთქვათ ყოველთვის ახერხებენ რომ გაგვაოცონ და რა მე მგონი რომ როდესაც ხელისუფლება შეიძლება ეგ რესურსი კიდე გამოსაყენებელი იქნება ვიღაცას უნდა მივაგნოთ ვის თავშიც ეს აზრები მოდის საერთოდ იმიტომ რომ აშკარად ეს საინტერესო და მოწყობილი გონება იმ ადამიანს. კი ბატონო, ბოლოს მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ პროტესტში ოპოზიციის როლზე, ამ რაღაც გაერთიანებაზე, რამეს ეს შეცვლის არ შეცვლის თუ ისე მაინც საკუთარ თავის იმედად ხართ ეს აქტივისტები. როგორ იმ საქმეში რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ აი მაგაში რაღაცა მოლოდინი მაქვს რომ სერიოზულად დაგვეხმარება ოპოზიცია არა მაგრამ ნუ
აუცილებელია ხო შეუძლებელია რომ პოლიტიკოსების გარეშე რაღაცა საბოლოო გარდამტეხ ცვლილებებს მიაღწიო. მე ძალიან მომწონს ის ფორმა ერთიანობის, რომელიც ახლა მივიღეთ, სიმართლე გითხრა, არ ვიცი ახლა პოლიტიკურად რა იქნებოდა გამართლებული თქვა იქ ერთიანი სიაზე შეთანხმება თუ რაღაცა, მაგრამ ამ წუთას რაც გვჭირდება, მე ასე მესმის, არის რომ პოლიტიკური აქტორების შეთანხმება რაღაცა პრინციპებზე, რომ რაღაცებზე თქვან, რომ ყველა, ანუ არის რაღაცები, რასაც არავინ არ ვაკეთებთ და არის რაღაცები, რასაც ყველა ვაკეთებთ და ასეთი სიტუაცია თუ დაგება ერთად ვიღეთ მაგალითად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ რამდენიმე თვით ადრე რომ მოხდარიყო ეს გაერთიანება და მაგრამ დებატების საკითხი რომ წარმოიშვა არ ვამბობ იმას დებატები სწორია თუ არასწორია მაგრამ მგონია რომ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი პოზიცია უნდა აერჩი აქეთ ამ მხარეს ან შევდივართ ან არ შევდივართ რა აი ეს ამ მსგავსი ტიპის ერთობა რო ყოფილიყო ოპოზიციაში ჩემი აზრით ეხლა დღეს ნაწილი შევიდა დებატებში ვინც არ შევიდა იმას კარგავ ხო შენ დებატებში აქეთ ამ მხარე რო ხარ ვიღაცა ტიპები რომლებიც უარსამობენ დებატების შესვლაზე იმათ რესურსს კარგავ ცუდი რაცა ამ დებატებს რაც შეიძლება ილაპარაკო ის ცუდიც გემატება და ნუ ის არის რა მე არ ვამბობ რომ დებატებში არ უნდა შესულიყავთ არც იმას უნდა შესულიყავთ მაგრამ გონია რომ ერთი პოზიცია უნდა გქონდეს და ეგეთი მსგავს ტიპის საკითხებში თუ მოხერხდება რამენერად რომ ეს ოპოზიცია იქნება ერთიანი მგონია რომ რაღაცებს გაამარტივებს რა გასაგებია შენ რას ფიქრობ? მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა და რაღაცნაირად ისეთი ერთიანობა იქნება რომ მართლა უკვე მივიდა ყველა მაგაზრამდე რომ ეს ერთიანობა საჭიროა და ეგოები გვერდით უნდა გადავწიოთ. ნუ ხა მე იმ აზრისგან ცოტა შორს ვარ რომ აი რაღაც პოლიტიკურ იმას რო აკუთვნებენ ნამეტანი აი ჩვენს მხარესაც მე მგონი ამაზე საუბარი უნდა მორჩეს ყოფილი ის ყველა ყოფილია ხა ამ ქვეყანაში ვინც პოლიტიკით არის დაინტერესებული ან წინა ხელისუფლების დროს იყო და ან ამ ხელისუფლების დროს იყო და უბრალოდ მე აქ ვისურვებდი რომ აი ის ხალხი არის პარტიები რომლებიც არასოდეს ცირდებენ მაგალითად წინა ხელისუფლებასთან და ის პარტიებიც იყვნენ ამ ერთობაში მაგალითად სოციალურ სამართლებრივ ხო იმიტომ რომ ხა პროპაგანდამ უკვე დაარქვა ამას რომ აი ნაცების ერთობა რაღაცა პატარა პარტიები შეიქმნა ის იმიტომ რომ ნუ ყველა პარტია რაღაც ნაციონალურ მოძრაობიდან არის გამოსული კი ანუ ხო და ეს პატარა პარტიები რომლებიც თუნდაც აი რაღაცა ესეთი პოლიტიკური კურსი აქვს ხო რომ გაემიჯნონ თითქოს ნაცმოძრაობას მაინც ამ ერთობაში უნდა შევიდნენ იმაჩნია და მართლა სრული ერთობა უნდა შედგეს იმიტომ რომ ვიღაც ყავს თავის სეგმენტი იგივე იმ სართულსაც ყავს ახალგაზრდობის სეგმენტი და მოსწონთ ეს პარტია ხო ნუ ახლა ყველას ვერავის ვერ დაუშვით თავის გემოვნებაა და ნუ ჩემი აზრით ყველა უნდა შედიოდეს ამ ერთობაში და რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედებას ერთიანი ხმით უნდა ლაპარაკობდეს ოპოზიცია აცალკე რო ჩადიოდნენ იქ და ამასობაში ამ კოცებმაც დაიწყეს ამერიკაში და კი მესამე რანგის შეხვედრები აქვს და იქ ვიღაც დივნის რაღაცა იმის რა ქვია თანაშემწის ვიღაცას ხვდებიან მაგრამ მაინც საშიში ტენდენციაა და აუცილებელია რომ აქედან ერთიანად დაიწყოს. კი ბატონო, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ მაგდა მამუკაშვილი და მიხეილ ზაქარიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტები, ამ საპროტესტო აქციების მონაწილეები. ჩვენ გვექნება რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ ეუთოს დელეგაციის ვიზიტზე, ლევან ატროშვილი ჩაგვერთვება, რას ესაუბრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ეუთოს და ასევე გვექნება ჩართვა საიას წარმომადგენელი, იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც მზიამაღლობელი საქმეზე ისაუბრებს, კიდევ ერთი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში, ასე რომ დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. დავბრუნდით ეთერში, როგორც გითხარით, საქართველოში სტუმრად იმყოფება ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც შეხვდა როგორც ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებს, ხელისუფლებას, ასევე არასამთავრობო სექტორს და სწორედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ლევან ატროშვილი, სამართლიანი არჩევნების დირექტორი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, მისი ჩართვით დავიწყებთ. ლევან, გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოკლედ რო გვითხრა შეხვედრაზე რა თემები განიხილეთ, რა საერთო მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს და რის თქვენ რა საკითხი დააყენეთ იქ იმ მდგომარეობის შესახებ, რაც ქვეყანაში არის. მადლობა ჩართვისთვის, რაც შეეხება ამ შეხვედრას, ამ შეხვედრის თავარი მიზანი ჩვენ როგორც გავიგეთ შეხვედრის მონაწილეების მხრიდან იყო ის, რომ მათ უნდა შეისწავლონ ის მდგომარეობა ქვეყანაში, რაც არსებობს, სხვადასხვა მიმართულებით და ამის შესახებ მათ ექნებათ მომავალში გარკვეული შეფასება წერილობითი სახით წარდგენილი. ეს იყო მიზანი, რომ აქ ყველა ჩართულ მხარეს შესაბამისად შეხვედროდნენ
მოესმინეთ მათი პოზიციები და ამის საფუძველზე დაწერონ გარკვეული შეფასება ამ საკითხების, რაც რელევანტური არის დღეს საქართველოსთვის. ჩვენ მოგეხსენებათ მეიდან სამოქალაქო ორგანიზაციები გახლავართ ცხადია კითხვების დიდი ნაწილი ამაზე იყო, რა მდგომარეობაშია დღეს სამოქალაქო სექტორი საინტერესებდა, თუმცა ცხადია მხოლოდ ამაზე ვისაუბრია, ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მრავალი კუთხით მიმოვიხილეთ, დემოკრატიის ხარისხი როგორია ქვეყანაში, როგორი არის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და შემდეგ კონკრეტულად ჩვენი სექტორი ამ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც აქამდე ისედაც საზოგადოებისთვის მიწოდებული გვაქვს სხვადასხვა განცხადების, შეფასების, კომენტარის სახით. კერძოდ ვისაუბრეთ იმაზე თუ რა მძიმე მდგომარეობაში არის დღეს ქვეყანა დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ის რეპრესიული კანონმდებლობა და რეპრესიული პოლიტიკა ნაბიჯები რაც იდგმება ქართული ოცნების მხრიდან, როგორ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და როგორ აზიანებს ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფებს, ამაზე გქონდა ჩვენ კონკრეტული საუბარი, კონკრეტული კანონების დონეზე. ამ ასეთ ვიზიტებზე ყოველთვის და შეხვედრებზე ყოველთვის იგრძნობა მათი მხრიდან რა დამოკიდებულება არის ამ პრობლემების მიმართ და რა შეატყვეთ თქვენ, როგორ უყურებენ იმ სიტუაციას, რაც საქართველოში არის შექმნილი. ცხადია ისინი აქამდეც ინფორმირებული იყვნენ ამ საკითხზე და ბევრი რამ იცოდნენ, რაზეც ჩვენ საუბრობდით, თუმცა იყო გარკვეული საკითხები შეიძლება მათთვისაც სიახლე. და რა თქმა უნდა ისინი არიან პოლიტიკოსები დიდწილად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შედგება სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსისგან და პარლამენტის წევრები არიან საკუთარ ქვეყნებში და შესაბამისად მეტნაკლებად ჩახედული არიან ამ საკითხებში. რაც ეხება პოზიციების დაფიქსირებას, ამავე დროს ჩვენ გვესმოდეს, რომ საკმაოდ შეზღუდული მანდატი გააჩნია ამ საპარლამენტო ასამბლეას და მათ რაც შეუძლიათ არის რომ გარკვეულ საკითხებზე გარკვეული მოსაზრებები გამოთქვან, შეფასებები გააკეთონ და ასევე ის აღსანიშნავია რომ ეუთოს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტი არის ჩართული ამ ასამბლეაში, ყველა ქვეყნის წარმომადგენელი რა თქმა უნდა არ იყო ჩამოსული, ძირითადად იყო თავმჯდომარე ამ ასამბლეის და გარკვეული მიმართულებებით ზოგიერთი დეპუტატი ძირითადად ევროპული ნაწილიდან, ეს დასავლეთ ევროპული ნაწილიდან იყვნენ ეს ადამიანები და ისინი რა თქმა უნდა კარგად იაზრებენ რაც ხდება ქვეყანაში, გვეთანხმებიან დიდწილად ჩვენს შეფასებებში და მათი კითხვა იყო რომ რა შეიძლება მათ გააკეთონ და როგორ შეიძლება რომ ქვეყანას რა უპასუხეთ, ეს საინტერესო კითხვა არის, ხო? რა შეიძლება რომ მათ გააკეთონ თქვენი აზრით? ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის პოზიცია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა ქართული ოცნების მხრიდან და იდგმება, ანუ ეს არ არის რაღაც წარსულში ნათქვამი, ხომ? ანუ ეს უდმივად ხდება ფაქტობრივად, რეგულარულად, აგერ გასულ კვირას ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა, რომელიც სრულად გაუგონდა შეზღუდვებს აწესებს. და ჩვენ თხოვნა იყო რომ ამას მიაქციონ ყურადღება და საკუთარი მანდატის ფარგლებში მიიღონ შესაბამისი ზომები, ხო? შესაბამის ზომებში იგულისხმება მათ შორის ის რომ კაცად შეაფასონ ეს საკითხები, გააკრიტიკონ, დააყენონ ეს საკითხები ასევე ქართულ ოცნებასთან, მოგეხსენებათ რომ მათ ჰქონდათ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და თუ რაიმე მათი მხრიდან ქართულ ოცნების მხრიდან არ იქნება რაიმე ტიპის შემხედრი ნაბიჯების გადმოტმა და რასაც ჩვენ ვერ ხედავთ, ხო, სამწუხაროდ ბოლო 1 წლის განმავლობაში შეგვიძლია და უფრო მეტი წლის განმავლობაში შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ ეს, თუ შემხედრი ნაბიჯები არ იდგმება, ამ შემთხვევაში არც მათი მხრიდან არ უნდა გადაიდგას რაიმე ტიპის შემხედრი ნაბიჯები ქართული ოცნების მიმართ, ხო, ანუ ეს არის ასე ვთქვათ, ძალიან ლოგიკური მოთხოვნა ქართული საზოგადოების, ვისაც აინტერესებს ამ ქვეყნის მომავალი, არა მხოლოდ საკუთარი სკამის შენარჩუნება აინტერესებს, არამედ სულს რომ ქვეყანაში ფართო ჯგუფები, ხო, ან ბევრი ადამიანი იყოს კარგად, ხო, არა მხოლოდ რაღაც პრივილეგირებული
ჯგუფები, არამედ ქვეყნის ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, კეთილდღეობის თვალსაზრისით წავიდეს წინ, ის ეკონომიკური დოვლად, რაც ქვეყანაში ჯარის მეტნაკლებად გადანაწილდეს მოსახლეობის უფრო ფართო მასებზე. ანუ ეს არის ლოგიკური თხოვნა ჩვენი მხრიდან, რომ საქართველოს ყურადღება მიაქციონ, გაუთმონ, ხელი არ ჩაიქნიონ საქართველოზე, ესეთი ჩვენი თხოვნა, იმის გათვალისწინებით, რომ მოიხსენება დღეს სოფლიოში რა ხდება და ბევრი ცხელი წერტილი არის და რა თქმა უნდა, საქართველოს ვერ იქნება ეს ტოპ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი მათთვის, მაგრამ არც ის არის კარგი, რომ საერთოდ დავიწყებული იქნას საქართველოს თემა და ეს იყო ჩვენი თხოვნა, რომ მიაქციონ ამ საკითხებს ყურადღება და მოითხოვონ შესაბამის მანდატისა და შესაბამისი, ასე ვთქვათ, ლიმიტების ფარგლებში ის, რომ გარკვეული ნაბიჯები მოიდგას ქართული ოცნების მხრიდან დემოკრატიის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. გასაგებია, მადლობა დიდი ლევან ატრაშვილი, ისრაელის ხელმძღვანელი, გვერდთვებოდა. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი ჩართვა, ამ შემთხვევაში უკვე საიას წარმომადგენელი ჯუბა ქათამაძე ჩაგვერთვება, რომელიც მასთან ვისაუბრებთ უკვე ზია ამაღლობელის საქმეზე, საიამ უკვე მესამე სარჩელი გააგზავნა სტრასბურგში ზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით. დღეს ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა ამ ასე ვთქვათ, ამბავს და თქვა ასეთი რამ, თუ არ ვცდები, სამი სარჩელი ჩაუვარდათ უკვე, პოლიტიკური სპეკულაციებია, რა სამარცხვინოა, ამბობს ბატონი ირაკლი. თუ არის ჩართვა უკვე მზად, მივესალმები მას ჯუბა ქათამაძე, საიას სისხლის სამართლის ადვოკატი, მოგესალმებით ჯუბა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჯერ ავხსნათ ეს სარჩელი რას ეხება, რომელიც ახლა გაგზავნეთ, კიდე ორი სარჩელი იყო რას ეხება და მე ირაკლი კობახიძის ამ კომენტარზე რას ეთქვით, რომ თუ არ ვცდებითო სამი სარჩელი ჩაუვარდათ სტრასბურგშიო, თქვა ირაკლი კობახიძემ თქვენზე. როგორც ვიცი, ყველა სარჩელის განხილული არც არის ბოლო. ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი შეეხებოდა მესამე სარჩელს, რომელიც უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. პირველი ორი შეეხებოდა აფხაზ ღონისძიებას და იყო დაკავშირებული პირველი სარჩელი, ასევე დაკავშირებული იყო ზია ამაღლობელის ტელეფონის უკანონო ამოღებასთან, მის ტელეფონიდან ინფორმაციის უკანონო გამოთხოვასთან და მის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევასთან. მეორე სარჩელი შეეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალ წარმოებას, რომელიც უკანონოდ მიმდინარეობდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, ხოლო დღეს გაგზავნილი უკვე მესამე სარჩელი შეეხება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას. მოგეხსენებათ, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან ბათუმში თავდაპირველად ეზოშივე დაიწყო მის წინააღმდეგ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როდესაც თავად გებუაძე მას დაემუქრა აგინა ფიზიკური შეურაცხყოფას სადამიცი, რაც შემდგომში თავად მოუწია, რომ ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხვისას ეღიარებინა, თუმცა რა თქმა უნდა სამართალდამცავებმა ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. შემდგომში კი უკვე როდესაც ზია ამაღლობელი უკვე დაკავებული და მათი ეფექტური კონტროლის ქვეშ შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, იქ უკვე მოხდა მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, მოხდა მისი შეურაცხყოფა სიტყვიერი, გაიქაც ცდილობდა გებუაძე მასზე ფიზიკურ შეურაცხყოფას, მას აუკრძალეს და არ მისცეს საშუალება ესარგებოდა საპირფარეშოთი, დაელია წყალი, ასევე არ მისცეს საშუალება მას საპირფარეშოთი ესარგებლა. მზია ამაღლობელის დამცირების მიზნით ხელს უკან დაადეს ბორკილები 3 საათის განმავლობაში ადვოკატებს არ მისცეს იმის უფლება, რომ შესულიყვნენ მზია ამაღლობელი მოენახულებინა და ადვოკატის გარეშე გაჩხერიკეს მზია ამაღლობელი. ჩვენ არ მარტო ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ხოლო რომ ადვოკატების დაცვის უფლების სარგებლობის უფლება არ მიეცა მზია ამაღლობელს, ეს დასტურდება ადვოკატების ზარებით, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ როგორც 112-დან და ასევე გამოვითხოვეთ სახალხო დამცველისგან. ამას ადასტურებს ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც ადვოკატები ჯერ კიდევ პოლიციის დეპარტამენტის ეზოს შესასვლელთან ნახა. შესაბამისად ამ კომპლექსურ დაღუპვებთან დაკავშირებით ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ. ჩვენ არა მარტო დავობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ზია ამაღლობელს მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, რაც კონკრეტულად იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში, ასევე ჩვენ დავობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება კიდევ ერთ ნაწილში არ შეასრულა, არ გამოიძია აყრიშვის საკითხი, ეფექტურად არ აწარმოა გამოძიება, არ შეასრულა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ყოველმსხვილად და ობიექტურად გამოძიებასთან დაკავშირებით. შესაბამისად ეს ყველაფერი გაიგზავნა უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რაც შეეხება ჩავარდნის სარჩელებს, სიმართლე რომ გითხრათ,
მე არ მომისმენია ეს განცხადება თქვენგან გავიგე, თუმცა ირაკლი კობახიძე ნუ წავიკითხავ, მაშინ თლიანად წაგიკითხავთ ამ განცხადებას. თუ არ ვცდები, სამი სარჩელი ჩაუვარდათ უკვე. პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც სამარცხვინოა ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული არის მტკნარი სიცრუე. ეს არის ეს ეხება უკვე წამებას განყოფილებაში, რაზეც მესამე სარჩელი გაიგზავნა, ამას უწოდა სიცრუე. აღნიშნულზე უცხოელი აგენტები საუბრობენ. სამი სარჩელი ჩაუვარდათ უკვე თუ არ ვცდები, რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ყველა მიცის რომ ხალხის თვალწინ კონკრეტულმა ადამიანმა კონკრეტული ქმედება ჩაიდინა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცა. არის ევროკავშირის ქვეყნები, სადაც იდენტურ ქმედებებს ასევე მიეცა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია. პატიმრობა შეეფარდათ. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც სამარცხვინოა. კი ბატონო, ქართული ოცნების წარმომადგენლების ჩვენ მზია ამაღლობებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს, მათ შორის ცილის წამებულ განცხადებებს მიჩვეულები ვართ. მათ შორის არათუ ჩავარდნილ სარჩელებზე საუბრობდნენ, უკვე გაგზავნილი ქონდა ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი, როდესაც მაგალითად ქალბატონი წილოსანი იძახდა, რომ თურმე მზია ამაღლობელის დაცვის ხარი ვერ ბედავდა სტრასბურგისთვის მიმართვა. შესაბამისად, სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ რაიმე სახით საჩივარი ჩავარდა შეუძლებელია, იურისტია ბატონი კობახიძე, როგორც ვიცით და შეიძლება შეუბრუნოთ კითხვა, რას გულისხმობს ეს საჩელის ჩავარდნა, როდესაც ყველა მუხლით, რომლითაც ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ, დაკომუნიცირდა ჩვენი სარჩელები და მიმდინარეობს კომუნიკაცია მათ შორის უკვე პირველ სარჩელთან დაკავშირებითაც. ჩვენ აღნიშნული ცილის წამებულ განცხადებებთან დაკავშირებით სასამართლოსთვისაც გვაქვს მიმართული, ვითხოვდით ამ პირების დაკითხვას, თუ კი რეალურად ქართული ოცნების წარმომადგენლები რაიმე ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა მათ ელემენტარული პასუხისმგებლობის აღებაზეც კითხვას უარი და მინიმალური პასუხისმგებლობა არ აიღეს თავიანთ განცხადებებზე. შესაბამისად, მსგავს ცილის წამებულ განცხადებებზე ჩვენ სხვა ვერანაირ რეაგირებას ვერ მოვახდენთ, მათ სამართლებრივად ამაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვეს სასამართლოებმა, მათ ამ პასუხისმგებლობისგან ეს პასუხისმგებლობა არ იღეს, შესაბამისად, მათ შორის ეს განცხადებების მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული ცილის წამება, მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგანი აუცილებლად გახდება. რაც შეეხება გამოძიების, რაც შეეხება იმას, რომ საუბრობს, რომ თურმე არანაირი წამება არ მომხდარა, არანაირი ადამიანური მოპყრობა, სწორედ ამიტომ არის სარჩელი გაგზავნილი, რომ თავდაპირველად სპეციალურმა საგამოძიებელ სამსახურმა, შემდგომი პროკურატურამ მინიმალური სტანდარტით არ შეასრულა თავისი ვალდებულება. ცინიკური არის გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე წარიმართა. ჩვენ საქმის მასალების გაცნობის საშუალება მოგვეცა და საქმის მასალებში დევს ერთადერთი ვიდეო ჩანაწერი პოლიციის დეპარტამენტის შენობის შესასვლელის, რომელშიც მზია ამაღლობელი საერთოდ არ შეუყვანილ და საერთოდ არ ჩანს იქ მზია ამაღლობელი. სხვა კამერების ამოღებას, სხვა კამერის ჩანაწერების ამოღებაზეც კი უარი თქვა გამოძიებამ. თავად გამომძიებელი ვერაფრით ვერ ხსნიდა იმას, თუ რატომ არის ამ კამერის ჩანაწერები საქმეში. შეეძლოთ მათ ამოიღოთ კამერის ჩანაწერები, ჩაეტარებინათ ობიექტური გამოძიება, დაეკითხათ სხვადასხვა პირები და დაემტკიცებინათ რეალურად ობიექტური გარემოება. რაც შემდგომში აღარ გახდებოდა იმის დავის საგანი, მინიმუმ ის საკითხი არ გახდებოდა დავის საგანი, რომ ეფექტურად წარიმართა გამოძიება. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ დღემდე წელიწადი და 2 თვეა გასული უკვე ამ ფაქტინა და ექსპერტიზის დასკვნებიც კი არ არის ამ საქმეზე მოსული. შესაბამისად, მინიმალური იურიდიული გამოცდილება ჭირდება იმ საკითხს, რომ ამ საქმეს ჩაიხედა და მიხვდა იმას, რომ სახელმწიფო ხელსაფარებს დამნაშავეს და ცდილობს, რომ ეს საკითხი არ გამოიძიოს. ასევე ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ითქვას გებუაძის განცხადებაზე, რომელმაც თავადვე დაადასტურა, რაც უკვე ვთქვი, რომ მზია ამაღლობა დიახ, ეს არის მის სიხმა, რომელიც მზია ამაღლობას აგინებს და ემუქრება. ჩვენ ყველაზე ეს რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან აღქმულია როგორც ერთ-ერთი ეპიზოდი სისხლის სამართლის დანაშაულის, თუმცა იმის გამო რომ სახელმწიფოს მინიმალური რეაგირება მაინც მოეხდინა ამაზე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციასაც მივმართეთ, გავუგზავნეთ ვიდეო, სადაც გებუაძე აღიარებს, რომ იგი თავად არის ადამიანი, რომელიც იმუქრება და იგინება და მოვთხოვეთ, რომ მინიმუმ დისციპლინური წარმოება დაეწყო ამაზე. თუმცა გენერალურმა ინსპექციამ ჩვენ ამაზე გვიპასუხა წერილობით, რაც ასევე საქმე ის არის, რომ ეს არ არის მათი კომპეტენცია და ეს სისხლის სამართლის საქმის გამომძიების კომპეტენცია უნდა იყოს. თუმცა გამომძიებასაც აქვს ეს ვიდეო, აქვს ეს აღიარება და არ იძიებს ამას. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ ერთი ფაქტი, უამრავი დარღვევა ამ საქმეში და ეს უამრავი დარღვევა, რა თქმა უნდა, დეტალურად არის გაგზავნილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ხო, თვითონ საქმეს რაც შეეხება, ანუ განაჩენი როგორც ხვდები, გასაჩივრებული არ არის, ხო, ესე არ საჩივდება განაჩენი. კობახიძე აკეთებდა ამაზე აქცენტს, რომ აი ევროპაშიც დადგა ასეთ ქმედებებზე სისხლის სამართლის განაჩენია. რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ
ჩვენ განაჩენთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვიდეოებით, როგორც მოგეხსენებათ, უზენაესმა სასამართლომ სულ ახლა რამდენიმე დღის წინ გამოსცა განჩინება, რომელსაც დაუშვებლად ცნო მესამე ინსტანციამ ზია ამაღლობელის ბრალდების საქმეზე ჩვენი საჩივარი, რითაც შიდა ეროვნულ დონეზე დასრულდა წარმოება და აქედან დაიწყო სწორედ რამდენიმე დღის წინ დაიწყო იმ 4 თვიანი ვადის ათვლა, სადაც ჩვენ გვაქვს ვადა იმისათვის, რათა მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ბატონ ყობახიძესაც და ყველა სხვას ვარწმუნებთ, რომ ამ ნაწილშიც თავარი ბრალდების საქმეშიც საქმეც აუცილებლად გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მათ შორის აქ დავა იქნება იმაზეც კვალიფიკაციის ნაწილზეც იყო ეს სისხლის სამართლის დანაშაული თუ იყო სხვა სახის სამართლებრივად გასაკითხი ქმედება მათ შორის ადმინისტრაციულ სამართლებრივად. ჩვენ სარჩელში ეს საკითხი იყოს, რა თქმა უნდა, მესამე ინსტანციაში ან უზენაეს სასამართლოში, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხზე მსჯელობა საერთოდ თავი აარიდა და არ შემოვიდა სამართლებრივ მსჯელობაში, იყო თუ არა საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაული და თუ იყო რომელი სისხლის სამართლის დანაშაული იყო, ამას საერთოდ არ იმსჯელა უზენაესმა სასამართლომ, ან განუხილველად დატოვა საერთოდ სარჩელი და ამ საკითხზეც, რა თქმა უნდა, დავა გაგრძელდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და იმ 4 თვიან ვადაში, რომელიც ათმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ეს საქმეც გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჯუბა ქათამაძე იყო ჩვენი სტუმარი, საიას სისხლის სამართლის ადვოკატი. კიდევ ერთი საქმე გააგზავნეს მათ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით სტრასბურგში უკვე მესამე საქმე და როგორც გითხრეს, განაჩენსაც გაასაჩივრებენ და ეს იქნება უკვე მეოთხე საქმე, რომელიც ამ თემაზე წავა სტრასბურგში. ნახოთ რა გადაწყვეტილება ჩამოვა იქედან. მანამდე კი გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.